ნეონი არის თანამედროვე სტუდიებიდან, პროდაქშენებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროდაქშენი. უბრალოდ რო გითხრათ, პარაზიტები, მე ვარ ტონია, ანორა, დაცემის ანატომია, დისტრიბუციას და მარკეტინგს და შეფუთვაზე ზრუნავდა ნეონი. პარაზიტები, ხო იცით რა მხელა ფურორი გამოიწვია ოსკარზე. ეს ყველაფერი გარდა იმისა, რომ ბონგ ჯონ ჰო მშვენიერი რეჟისორია და ფილმის მშვენიერია. პირველ რიგში დამსახურება იმისაა, რომ ნეონმა უამრავი ფული ჩადო ამ მის მარკეტინგულ კამპანიაში და ფულთან ერთად ნიჭი ჩადო ამ კამპანიაში, უშუალოდ საოსკარე კამპანიაში და ამით მოიგო. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რო იცოდეთ და ეხა ანორა მაგალითად, რომელიც შარშან ცუდი წელი იყო კინოსთვის და ანორა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილმი იყო, ბაზარი არა. მაგრამ 5 ოსკარს არ იმსახურებდა. განსაკუთრებით არ იმსახურებდა სცენარში ოსკარს, რომელიც ყველაზე ცუდი აქვს მაგ ფილმს რა. ფილმი ხო დაждდა 4 მილიონი. მისი მარკეტინგი, ნეონი იყო დაკავებული მის მარკეტინგით. დაждდა 15 მილიონი. ოსკარზე ყველაფერი იქნეს, რომ აკადემიის წევრებს ეს ფილმი ენახათ, გაუგზავნეს პირადად პოსტერები, დისკები, სპეციალური რაღაც თემები რა, რაღაც საყვარლობა რაღაცები, რომ აი რო ნახულობ აკადემიის წევრი რო ხარ და რო ფიქრობ ის მისცე ხმა, შენ რო ნახავ რომ ეს ტიპი შენზე ასე ზრუნავს, რომ ეს ფილმი ნახო, ეს ფილმი მოგეწონო ამ ფილმს მისცე ხმა, შესაძლოა გიჩნდება უფრო მეტი სიმპათია რა.